გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ამ ცრუთა ქვეყანაში, რომელიც საქართველოს სახელით არის ცნობილი დღესდღეობით, ასე გრანდიოზული ტყუილების ეპოქა არის ყოველდღიური, მაგრამ არის ისეთები, რომლებსაც მართლა გვერდი არ აევლება და დღეს მინდა ორ გრანდიოზულ ტყუილზე მინდა გესაუბროთ, რომელი გრანდიოზული ტყუილებიც ერთი კოცრების რეჟიმმა გამოაცხო ამ დღეებში და მეორე სასწაული გრანდიოზული ტყუილი, რომელი გრანდიოზული ტყუილიც ასოებიდან, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სოროსელების ფლაგმანმა საიამ გამოაცხო და რუსეთი კიდე ერთხელ დააჩოქა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კიდე ერთხელ დააჩოქეს ამ ენჯეოშნიკებმა, ასოებმა, ქართული აბრევიატურით ვიხმაროთ ეს ხალხი და გამოვიდა ეს, მოდი ამ ორ ტყუილზე და დავიწყოთ აი აქედან ბოლოდან. აი ეს არის თამარ ონიანი, რომელიც დღეს გამოვიდა და ამცნო საზოგადოებას, რომ რუსეთი დაამარცხეს თურმე სტრასბურგში და თურმე სტრასბურგმა აღიარა თურმე ის, რომ ანწუხელიძე და სხვა ბიჭები თურმე რუსეთის პასუხისმგებლობა არის ნაწამები რო იყო და წაგებულ რუსეთს დააკისრეს თურმე 395,000 ევრო თურმე ამ ხალხის გადასახდელად, ამ ოჯახების გადასახდელად ამ ხალხის და მთელი დღეა ესე იგი გამოჭედილია მთელი საინფორმაციო სივრცეები თუ როგორ დაამარცხეს რუსეთი და დაურეკიათ ანწუხელიძის მეუღლისთვის და თურმე ანწუხელიძის მეუღლე ამწარებული ადამიანი თურმე მადლობელია რომ სამართალი დადგა რაღაცა არ ვიცი რა, ესე იგი ამდენი ტყუილების შედეგად ალბათ ამ ადამიანსაც აურიეს ტვინი და მართლა ჯერა რომ რაღაცა მოხდა, მაგრამ ბიჭო, საქმის ვითარება როგორია? რეალობა როგორია? აი რეალობა როგორია? სად მოიგეს სასამართლო? ვის მოუგეს სასამართლო? ვინა გადამხდელი ამ ფულის, რომელზეც აპელირებენ? ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. და მე მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი არიან ჩამოყალიბებული, აი რაფინირებული მატყუარები. აი ესეთი უხეში ტყუილი, აი რა არ ვიცი, იმას რო დასცინოდნენ ჩრდილო კორეას, რომ ის რო ჩრდილო კორეელი კოსმონავტიო მზეზე დაჯდაო და ეს და იქაც არ ყოფილა. და გეტყვით ახლა რატო? ძალიან მარტივადაა საქმე. 2022 წლის 16 სექტემბრიდან რუსეთმა დატოვა, საერთოდ დატოვა, აი ეს დღეს რაც ხონდათ ეს განცხადება, საერთოდ დატოვა ევროსაბჭო. აი ეს უკვე მეოთხე წელია. დატოვა ევროსაბჭო და 2022 წლის 16 სექტემბრამდე თუ რუსეთს ჰქონდა აღებული ვალდებულება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსი, რომლის მონაწილეც იყო და წევრიც იყო გადაწყვეტილება აღიარებული ყოფილიყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და კომპენსაცია იქნებოდა გადაიხდიდა უკანონოდ დაკავებულ პატიმარს გამოუშვებდა და მსგავსი იურიდიული ვალდებულებები რაც გააჩნდა, ეს ყველაფერი რუსეთს მოეხსნა. 4 წელიწადია რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი არ არის. და როდესაც ქვეყანა არ არის ამა თუ იმ ორგანიზაციის წევრი, თავისთავად ამ ორგანიზაციის ვალდებულებები მასზე არ ვრცელდება. ამიტომ შეიძლება ევროსასამართლოში ვიღაცამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობას მოუგოს პროცესი, ვიღაცამ შეიძლება განას მთავრობას მოუგოს პროცესი, ვიღაცამ შეიძლება არგენტინის მთავრობას მოუგოს პროცესი. არ ვიცი ჯერ ეს თუ ჯდება რაიმე სტანდარტში ვერ ხვდები, იმიტომ რომ როგორც ეს ქვეყნები არ არიან ამ
სასამართლოს წევრები ისე არაა რუსეთი ამათი წევრი. აღარა. იყო ერთ დროს. მაგრამ აღარა. და ვის უგებთ სასამართლოს, რას უგებთ სასამართლოს, ან ვინ გადაგიხდით აი ამ ფულს? არ დამთავრდა საქართველოში ამ საცოდავი ბიჭების ხსოვნის აბუჩათ აგდება, საკუთარი ბინძური პოლიტიკისთვის გამოყენება. არ დამთავრდა ეს ყველაფერი. და ყველაზე მეტი საინტერესო რა არის, იცით? აი ეს შიგუკნიდან განათლებულებს მინდა მივმართო. ბიჭო, 2008 წლის ომის მერე გასული არის 18 წელიწადი. 18 წელიწადია გასული, ეხლა არის 2026 წელი. 18 წლის მანძილზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო განიხილავდა იმ საკითხს, პასუხისმგებელი იყო თუ არა რუსეთის ფედერაცია 2008 წლის ომის დროს მომხდარ სამხედრო დანაშაულებებში? 18 წელი ევროპის სასამართლო ამას იძიებდა? და 18 წელი ამ 18 წლის მანძილზე, როდესაც აღიარებაც მოხდა სამაჩაბლოში, როდესაც დადგენილი იქნა ტალიავინის კომისიის დასკვნის შედეგად, რომ ქართულ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, ამ ინიციატივის გამო ივანე გაბუნიამ წერს საცოდავი შენ ხარ ანწუხელიძე გმირი. ანწუხელიძე გმირია, მაგრამ თქვენ ხართ ბოზები რა მერე რო ანწუხელიძე გმირი. ხო ვიცით რომ ანწუხელიძე გმირია, მაგრამ თქვენ რო ბოზები ხართ, ეს რას ცვლის? საფლავში რო არაყენებთ იმ ადამიანს. და იმის გამო რო თქვენი შემოსავლები, თქვენი ჯიბეები და თქვენი ეს პარაზიტული ცხოვრება იცხოვროთ პოლიტიკური ბინძური, ამისთვის რო გჭირდებათ ეს ადამიანი. და მისი ხსოვნა რას ცვლის ამას? და დააფურთხი ახლა მაგ უკრაინის დროშას, მიიწებე გავაზე და იარე ის ბატონო ივანი, შენს და სხვებმაც, მათ შორის ამათმაც. ხო, და სად იყო 18 წელიწადი სტრასბურგის სასამართლო? სანამდე რუსეთი იყო ამ ორგანიზაციის წევრი. რატო არ გამოიტანა მანამდე დადგენილება? რას იძიებდა? რას იკვლევდა? არ იცოდნენ, რომ ცხინვალელი სეპარატისტების მხარდამხარ რუსები მონაწილეობდნენ, რომ რუსეთი ახდენდა ამ ტერიტორიების როგორც იურიდიულ, ასევე სამხედრო უსაფრთხოების ყველანაირ ეკონომიკურ უზრუნველყოფას? თუ ახალი რაღაც აღმოაჩინეს? 4 წლის მერე, როდესაც რუსეთი გავიდა ამ ორგანიზაციიდან. ან სად იყო ეს სასამართლო, რომელმაც ასევე ამ შემთხვევაში უკვე წულუკიანი აფრიალებდა ამ ყველაფერს 2006 წელს ქართველების დეპორტაციის გამო პასუხისმგებლობა რომ დააკისრეს რუსეთს, ესეც როდესაც გასული იყო რუსეთი ამ ორგანიზაციიდან. მანამდე რატო არავინ არ გამოიძია და რატო არავინ არ გამოიტანა ეგ ყველაფერი? რატო არავინ არ გააკეთა ეგ ყველაფერი? იმიტომ რომ ფეხებზე ეკიდათ. ხო, ახლა ბოზობა კიდე მეტი პატიოსნებაა, ჩემო ივანე, როდესაც მიცვალებულის სულს იყენებ, ბირიკაცის სულს იყენებ შენი ბინძური პოლიტიკის არსებობისთვის და ამბობ ისეთ გრანდიოზულ ტყუილს, რომელიც ბუნებაში არ ჯდება. ბოზობა კიდე ამასთან შედარებით ნეტარი ანგელოზებაა, სიმართლე გითხრა. ხო, არ ვიცი ახლა ვისაც წინს ეწყინოს, მე არ ვიცი ამას სახელი არა აქვს. და მე სახელს ვერ უძებნი ამ ყველაფერს. ხო, და ახლა არასამთავრობო ორგანიზაციებით კიდე უკან დახეული რუსეთი და დაჭოქებული რუსეთი კი არა, არც ერთი ქვეყანა ჯერ არ ახსოვს დედამიწის ზურგზე არავის და ახლა ძალიან დიდი პრეტენზიაც ნუ გაქვთ
რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით სტრასბურგში დაამარცხებთ რუსეთს და რუსთაველზე დაამარცხებთ რუსეთს და ამით რამე შედეგი დადგება. ახლა მე კი მესმის თქვენი დამპლური სულის ამბავი გამომდინარე იქედან, რომ ვიღაცამ გრანტი მოგაწოდოთ და თქვენი არსებობა გაამართლონ რამენაირად, აი ესეთ რაღაცებს იყენებთ და უსინდისობა ეს მიცვალებულის ოჯახის მიმართაც უსინდისობა არის, ქართველი ერის მიმართაც უსინდისობა არის და ყველანაირ ზღვარს ცდება ეს ყველაფერი. და ყველამ კარგად იცის, რომ ეს ასია. ვინც ამ ტყუილს დგას, ამაზე იხარჯება უზარმაზარი ფული, ეს შუქდება მთელი ტელევიზიებით, მიდიან მიცვალებულის ოჯახს ეუბნებიან და ესე იგი, ფული თურმე მნიშვნელოვანი არა, მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ ამ შემთხვევაში სტრასბურგმა აღიარა, რომ თურმე პასუხისმგებელი არის რუსეთი ანწუხელიძის და სხვა ბიჭების წამებაზე და გარდაცვალებაზე. და ბიჭო არ უთქვია სასწაული? ეს რო არ ეთქვა, ახლა რო არ ეთქვა, ეს სტრასბურგში ჩვენ კი არ ვიცოდით და რუსეთი რო იყო ამ ყველაფრის დამნაშავე. აქ საქმე სხვა რამეშია. საქმე არის მარტივად. საქართველოს სანამდე რუსეთი იმყოფებოდა ამ ორგანიზაციებში, აბსოლუტურად ყველა დავა წააგო. საქართველოს წააგო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში არსებული ტრიბუნალის შესახებ, სადაც ქართველების გენოციდზე ჰქონდათ შეტანილი ბრალდება რუსეთის მიმართებაში, არ ვიცი როგორ უნდა წაგეგო ეს სასამართლო პროცესი, ეგ ცალკე საკითხია, იმიტომ რომ თვითონ გაეროს რეზოლუცია არის, 3 თუ 4 რეზოლუცია არის, სადაც რუსეთის კი ეთანხმება ქართველების ეთნოწმენდას აფხაზეთში. მაგრამ ვისაც შექონდა ეს სარჩელი, მე მაშინ რო ვკითხე 2010 წელი იყო, რო ვკითხე ამ ადამიანს, რომ რა მიმართულებით შეგავთმეთ კი სარჩელი თქვა, გეუბნებთ 16 წლის წინანდელ ამბავს, 2008 წლის ამბავთან დაკავშირებით და 2008 წლის ამბავთან დაკავშირებით მე ვთხარი ეთნოწმენდის ნიშნები შეიძლება კი იყოს, მე ვთხარი, მაგრამ აფხაზეთიდან 250,000 ადამიანი არის, მეთქი გამოდევნილი და მაგაზე რატო არ აპელირებთ, მე ვთხარი, რაზეც რეზოლუცია არის, ასეთიაო ზევიდანო ბრძანებაო. მაშინ ბურჯალიანი იყო ზევით. თინათინ ბურჯალიანი, თინიკო. აბსოლუტურად ყველა დავა წააგო, იგივე დავა სტრასბურგის ანსამბლეაში თავის დროზე, როდესაც თავადაც აღიარეს ის, რომ ხელი მოაწერეს იმ მოღალატეობრივ რეზოლუციას, რომელიც რეზოლუციაშიც გაგვამტყუნა ევროსაბჭომ და უფრო მეტიც სამხედროებს დაგვაბრალეს სამხედრო დანაშაული, ჩვენ ჩაგვიდენია თურმე სამხედრო დანაშაული და კასეტური ნაღმებით დაგვიბომბია, ცხინვალი ამას მოაწერეს ხელი. იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, იგივე საქართველოს პარლამენტმა ესეც წააგეს, სტალიაუინის კომისიაშიც წააგეს. ჰაგის სასამართლოს ეს ყველაფერი ჩამოკიდებული ქონდა ამდენი ხანი და მას შემდეგ რაც რუსეთი გავიდა ამ ორგანიზაციიდან, რომლის წევრიც პრინციპში არასდროს ყოფილა და უბრალოდ სტატუტი ქონდა, რომის სტატუტი ქონდა მინიჭებული და ოფიციალური წევრობა არ ქონდა. ამ შემთხვევაშიც მერე მოხდა, მერე გამოიფხიზლეს თვალები, იმიტომ რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე თურმე პუტინი სამხედრო დამნაშავედ ცნეს და მერე საქართველოსთან დაკავშირებით, ოღონდ პუტინი კი არ ცნეს და მედვედევი დამნაშავედ ცნეს რამოდენიმე ესა რა ქვია რუსი გენერალი, რომელიც გარდაცვლილი იყო და რამოდენიმე ესა რა ქვია ოსი სეპარატისტი, რომელიც ცოცხალი არა ასევე. მათ შორის ანწუხელიძის მკვლელების მკვდრები არიან, ახლა რო იცოდეთ რა. აი ეს არის უბრალოდ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ერის სულში ჩაფურთხება რა. ხო. ასია. მე რაში ვიყენებ? აი მე რაში ვიყენებ შეგამოსწირებულო. გინდა შენ, გინდა დანარჩენ, მე რაში გამომიყენებია მიცვალებულების სული და რაში გამომიყენებია გრანტი ამიღია და ფული გამითეთრებია ამის გამო და ეს მე რაში ვიყენებ? მე რაში ვიყენებ? მთელი თქვენი ცხოვრება, მთელი თქვენი დამპალი ცხოვრება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აი ამისთვის არსებობდით. და თქვენ რო გკითხოთ ხალხმა, თქვენი პატრიოტიზმი არის რუსოფობია და თქვენი ეროვნული იდეა არის ნატო და ევროკავშირი, რომელსაც არ უნდიხართ და არ წინდომებით არასდროს. იმიტომ რომ თქვენაირი მონები არავის არ ჭირდება.
ვიტყვი ჯიგარო მაგაზეც ორ სიტყვას ჯერ ეს გრანდიოზული ტყუილები მინდა დავასრულო და ეხლა მინდა მოუბრუნდე მეორე ტყუილს, აი გრანდიოზულ ტყუილს, რომელი გრანდიოზული ტყუილიც იქნა, ეს დღეები არის საქსტატის მონაცემები იქნა გამოქვეყნებული. ესე იგი თურმე რაზეც ამდენი ხანი ვამბობდით, რომ მოსახლეობამ რომ მოიმატა საქართველოში, არ ვიცი, რაღაც უცნაურად დიდი მასშტაბით და 3.900.000 გახდა საქართველოს მოსახლეობა თურმე და ეს ჩვენ ყველას გაგვიკვირდა, იმიტომ რომ მიგრაცია გაზრდილია, სიკვდილიანობა გაზრდილია, შობადობა შემცირებულია და 1000 უბედურება არის. მაშინ ვეკითხებოდით, რომ გამოაქვეყნეთ ეროვნების ნიშნით გამოაქვეყნეთ. აი ეს აღწერა ვინ რამდენი არის საქართველოში თქო და იკავებდნენ ამდენი ხანი თავს და ეტყობა ფიქრობდნენ, ეხლა ფიქრობდნენ დიდი ტყული როგორ მოიფიქრებიათ. და რას გვეუბნებოდნენ, იცი, ეროვნების ნიშნითო არ ხდება აღწერაო. არ ხდებაო ეროვნების ნიშნითო. ნუ ეროვნება ხო შემოკარგებო საქართველოში ეს, რა ქვია, დანაშაულად ითვლება და ფაშიზმად ხო ითვლება და ჩვენო საერთაშორისო სტანდარტებითო ვახდენთო ამ ყველაფრისო აღწერასო და აქედან გამომდინარეო ჩვენო ეროვნებაო, არ ვიცითო რამდენი ყავსო მოქალაქეებს ვითვლითო. ეხლა თურმე ძალიან რო მიდგა, ეხლა მაგრამ აი ტყუილი ნახეთ რა დაახეთქეს. საქართველოში თურმე 3.900.000 ადამიანი არის და 84% თურმე ესა ქართველი. ალბათ ეს ემიგრანტებიც რომ მიგვამატოთ, ვინც იძულებული ვიყავით, წამოსულიყავით საქართველოდან. ვართ 900-ით, ზოგი ჩრდილოეთით, ზოგი დასავლეთით, ზოგი სამხრეთით, ზოგი აღმოსავლეთით გადაყრილი, გამოდის რომ 7 მილიონი ყოფილი ვართ ქართველები? თუ რა ლოგიკა, ახლა ვის ჯერა აი ამ გრანდიოზული, ეს ამჯერად უკვე ის ხო ნაცური ტყული იყო, აი ეს ტყულოვიჩების ნათქვამი, აი ეგ რა ივანე რუანერი პიტალოების ტყილები. ეს ახლა ქოცური ტყვილი. რომ თურმე 84% არის ქართველი და საქართველოს მოსახლეობა არის გაზრდილი 3.900.000. არა, მე მაინტერესებს ვის ჯერა ამ ყველაფრის. ვის ჯერა რუსთაველზე და საერთოდ თბილისში განსაკუთრებით და ბათუმზე არა ლაპარაკი ადრეც ისე იყო, ქართული ლაპარაკი საერთოდ არ ისმის და რომელი ქართველები ჩამოიყვანეთ ერთი. შემთხვევით ფერეიდნელი ქართველები ხო არ დააბრუნეთ და ზოგმა, მაგრამ იმათმა ქართული იციან და იმათ ქართულს მაინც გაიგებ. ან ოსმალეთის იმპერიის დროს გადასახლებული ესენი, რა ქვია, ქართველობა და ჯერ არ იციან ქართული და აწესწავლია და ყველაზე მეტი საინტერესო რა არის, იცით? შეხედეთ თავიანთივე ტყუილები, ანუ დემოგრაფია მომატებულ ქვეყანაში 200 სოფელი თურმე დაიცალა, გაუკაცრიელდა საერთოდ. აღარავინ აღარ ცხოვრობს საქართველოს 200 სოფელში 2014 წლიდან დღევანდელ დღემდე და 278 სოფელში კი 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს, ერთ-ერთი ჩემი სოფელიც არის ეს. ვიტყვი გიორგი, დავასრულებ ამ იმას. აი ახლა ბიჭო, როცა ასე ნაგლად ატყუებს შენ მოსახლეობას. არა აქვს მნიშვნელობა ამას ხელისუფალი იქნება თუ ოპოზიცია იქნება. და რაც თავარია იცი, გაგდის ეს ყველაფერი ამორალობა, გაგდის ეს ყველაფერი უსინდისობა. და მერე იძახი პრეტენზია გაქვს იმაზე, რომ პოლიტიკური ძალა ვარ 14 წელია კიდე უნდა ვიყოთ და არავინ არ შეგვაგინოს. არა მარტო ჩვენ არავინ შეგვაგინოს, ამათი გინება თურმე არ შეიძლება. და ასევე ოპოზიციის ლანძღვაგინება არ შეიძლება. თუ არა მოვა თამთაია თურმე და თავის რკინის ბორკილებს დაგადებს თურმე და დაგაჯარიმებენ პოლიტიკური ლიდერების გინებისთვის. აი, მე კითხვას გისვამთ ქართველები. გიღირთ ამნაირ ქვეყანაში ცხოვრება, არსებობა.
კი გიორგი მასია ძმაო ქუთაისი ჯილა ქართული ქალაქი სადაც 99.9% ქუთაისში ქართული მოსახლეობა იყო ქუთაისშიც კი ძმაო გადაივსო იმიტომ ის ხო გახსნეს იქ უნივერსიტეტი ასტრო რაღაცას რო ასწავლიან იქ ეზოთერიას რო ასწავლიან სად დარჩა მე არ ვიცი ძმაო აი ამას ელემენტარული ზღვარი არა აქვს რა აი შალვამიცის მაღრაძემ იმის თქვა მე ხოლოდ დრო და სივრცე მეგონაო ისო რა ქვიაო უსასრულო და ამათ დაცინვას და ამათ ტყუილებს ზღვარი არა ხო და შენ შემოგლე რა ვიცი ახლა როდესაც კი ძმაო ამოქმედება ერთევროთ ვინც იყიდის სახლს და ჩამოვა და დასახლდება ეგ სხვათა შორის იტალიაში მარტო არა ბულგარეთშიც არის აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან სერიოზული პროექტი არის აღმოსავლეთ ევროპაშიც დაცარიელებული სოფლები დევნილების იმაზე ავსეს და რა ვიცი ახლა აქედან გამომდინარე ახლა სხვა ქვეყანაზე და სხვა ქვეყნის პრობლემებზე რა უნდა ვილაპარაკოთ გადაშენების პირასავარ და გადაშენების პროცესში გვატყვილებენ და გვეუბნებიან რომ გამრავლდითო მაგრამ აი რადგანაც გაინტერესებთ განსაკუთრებით ბოლო დროს ძალიან გამძაფრდა ეს მოვლენები დღეს 1-2 პიტალოს ვიდეო ვნახე რომელიც მოუწოდებს თურმე საქართველოს ხელისუფლებას რუსეთიდან ემიგრაცია გააკეთოს ეს ემიგრაციაში წასული ქართველები გამოიყვანონ თუ არა უკრაინა შეიჭრება ახლა რუსეთში და ქვაზე არ დარჩება და ჩვენ ქართველებს რამენაირად მოუვაროთ და უშველოთ აი ესეთი ძიშოვი ბოდოები რომელიც ძიშოვი ბოდოებიც ყველაფერი პოლიტიკასთან კავშირშია არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკოსები იქნება სპორტი იქნება სამართალი იქნება სხვა ქვეყნის პრობლემები იქნება ყველაფერი უნდა ასახავდეს საქართველოს იმას უნდა ეხმაურებოდეს რა გითხრათ ჩემო ძმაო რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს რუსეთ-უკრაინის ომზე მე პირადად როგორც ასეთი მაგ კონფლიქტის სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის მხრიდან წარმოებაზე მე თავი დავანებე მაგის კომენტირებას მას შემდეგ თუ შეგიძლიათ გადაამოწმოთ არქივი როდესაც რუსებმა კიევის ალყა მოხსნეს და გავიდნენ აი მას მერე ჩემთვის პირადად გასაგები გახდა რომ რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა ამ კონფლიქტის მალე დასრულება არა იმიტომ რომ არ შეეძლო და არა იმიტომ რომ მას არ ქონდა საშუალება იმისი რომ ეს პრობლემები მარტივად გადაეჭრა თუნდაც დავიწყოთ იქედან რომ გადაწყვეტილების მიღების ცენტრები რომლებიც იყო ზელენსკის თამადობით გენერალური შტაბი მმართველობა და მაგალითად გაეკეთებია ის რაც გააკეთეს ამერიკელებმა ირანში ამერიკამ და ისრაელმა ირანში დაზვერვის პრობლემა არ ქონდათ არც სარაკეტო დარტყმების პრობლემა არ ქონდათ ამოეყოთ კოორდინატები სადაც იყო მეთაურობა სადაც იყო ხელმძღვანელობა სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ალბათ ერთ კვირაში გაენეიტრალებიათ პრეზიდენტი გენერალური შტაბი და ყველა პასუხისმგებელი ეს რა ქვია რომელსაც იძახიან რომ სამხედრო დანაშაულს ჩადიოდა რომელზეც ამბობენ მაგრამ ამის სურვილი მათ არ ქონდათ არ ქონდა სამხედროებს შეეძლოთ ეს ყველაფერი გაიკეთებიათ ამის პრობლემა არ არსებობდა მაგრამ პოლიტიკოსებს არ უნდათ ახლა ვინმეს ვიღაცებს ავიწყდებათ რომ პრეზიდენტი და მთავარსარდალი ქვეყნის არა მარტო სამხედრო მეთაურია ასევე პოლიტიკური ხელმძღვანელია ამიტომ რა გეგმები ქონდათ მაშინ გენერალურ შტაბში და რა გეგმები ქონდა მაშინდელ რუსეთის ხელმძღვანელობას ჩემთვის პირადად გაუგებარი იყო და დღემდე არის ბევრისთვის გაუგებარი ეს იციან მხოლოდ მათ ის რომ არმია თავის მოვალეობას ასრულებდა და ასრულებს დღემდე რასაც უბრძანებენ ამაზე ზედმეტია საუბარი გაიწელა ომი მას მერე გავიდა 4 წელიწადი და ამ ომმა უფრო მეტი დრო მოითხოვა ვიდრე დიდმა სამამულო ომმა
დიდმა სამამულოებმა 41-45 წელს და ის ცვლილებებიც ფრონტზე დადგა დაახლოებით 1 წლის მერე პრაქტიკულად არანაირი ცვლილება არ დამდგარა რა. არსებობს რაღაცა ტაქტიკური უპირატესობა, ხან ერთი მხრის, ხან მეორე მხრის, ხან ერთი მხრის, ხან მეორე მხრის და გადავიდა ეს რაღაც პოზიციურ ბრძოლებზე, მცირე ტაქტიკურ მოქმედებებზე და გაიწელა ეს ყველაფერი ასე. ეხლა მე ვინც საქმეში ჩახედილი ადამიანი არის, ვინც საქმეში არის რეალურად ჩახედილი ადამიანი, ის არა ეხლა ჩვენები ის რო არის საქმე ექსპერტები, მან ძალიან კარგად იცის, რომ თუნდაც აი ამ მდგომარეობაში, თქვათ გაყინული ფრონტის ხაზზე მიმდინარე ომი, ესეც ომია და თუ ორივე მხარე ომობს, მთელი ძალებით და დანაკარგებით, აქაც შეიძლება დროთა განმავლობაში დასრულდეს ომი და ამის მაგალითი არის პირველი მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტი, როდესაც გერმანიას, საფრანგეთთან, ბელგიასთან და ინგლისთან ჰქონდა დასავლეთის ფრონტი წლების მანძილზე უზარმაზარი დანაკარგები ჰქონდათ და ბოლო-ბოლო საბოლოო ჯამში რესურსები გამოიფიტა გერმანიის მხრიდან და იძულებული გახდნენ წასულიყვნენ კაპიტულაციაზე, ისე რომ ეს ფრონტი არ ჩამოშლილიყო და ბერლინში არ შესულა პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგული შენაერთები. ისე დასრულდა პირველი მსოფლიო ომი, ანუ ამასაც შეუძლია დაასრულოს ომი, მაგრამ აქ საინტერესო არის მეორე ფაქტორი. ამ გამოფიტვის სტრატეგიით, რომ ორივე მხარე ერთმანეთს ებრძოდეს, ასეთ შემთხვევაშიც კი, მაშინ უნდა გამოჩენილიყო, რომ ამის სურვილი ჰქონდათ რუსებს. 3 წელიწადია პრაქტიკულად რუსეთი ახორციელებდა კი ბატონო პერიოდულ ეპიზოდურ დაბომბებს, მაგრამ კრიტიკული ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, იგივე ენერგოობიექტები, იგივე გაზსადენები, იგივე ნავთობსადენები, იგივე გზები, ხიდები, ლოკომოტივები, რომლებიც რკინიგზით გადაზიდვას ახდენენ ამ ყველაფრის და იგივე გვირაბები თუნდაც, რომელიც ეს უცვლელი ორიენტირებია, ეს არაა ცვალებადი ორიენტირები, ანუ რკინიგზა სადაც იდგა გუშინ, დგას იქ დღეს. და ის რკინიგზა საერთოდ საბჭოთა დროსაა გაყვანილი. ამიტომ მისი კოორდინატის ძებნას ბევრი არაფერი არ ჭირდება. უცვლელი მიზანია, ჩვეულებრივად ის გვირაბი შეეძლო დაებომბა. არ აკეთებდნენ. ჩვენთვის გახდა სიმართლე გითხრათ ეს გასაგები, რომ для кого-то война, для кого-то мац родная, რასაც ამბობთ. ამან მიიღო ახლა სხვა ფაზა, დაიხვეწა ერთი მხრის, ასევე მეორე მხარემაც თავისთავად დახვეწა ეს ყველაფერი, უპილოტოების ერა დადგა, კონფლიქტები, რომლებიც ამ პერიოდში დაიწყო და ორჯერ დასრულდა ირანის კონფლიქტი. ორჯერ. და ახლა ყოველ შემთხვევაში რაღაცაზე მიდის. მაგ არა. არაფერი არა, ფაქტია, რომ ეს არ არის კლასიკური გაგებით ომი. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა, რომელი პოლიტიკაც არის მიმართული საბოლოო ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან, ვინმე მართვას, რომ მარტო ცალი მხრიდან, რუსი და უკრაინელი ხალხის სამუდამოდ თუ არა ძალიან დიდი ხნით ყველანაირი ურთიერთობის, ყველანაირი კავშირების ჩაჭრასი. ეს არის აი ამაზე გაწერილი. ვის ინტერესებში უნდა იყოს ეს? არც უკრაინელების ინტერესში არ უნდა იყოს წესით და რიგით და არც რუსების ინტერესში არ უნდა იყოს. იმიტომ რომ უკრაინის მხრივ კარგი თუ არ უნდათ რუსეთთან ურთიერთობა ესეა, მაგრამ თუ რომელიმე ქვეყანა ნადგურდებაო და რომელიმე ქვეყანას ადგას ზარალი ყველაზე მეტად, ეს არის უკრაინა, რომლის დემოგრაფიაც 20 მილიონამდე ჩამოვიდა. 20 მილიონი დარჩა 45 მილიონიანი ქვეყნიდან მოსახლეობა და საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, საერთოდ 59 მილიონი იყო, 50 მილიონამდე იყო ასული.
დადგურდება მისი ინფრასტრუქტურა, კატასტროფული დემოგრაფიული კოლაფსი გააჩნია და უკრაინული მხრიდან, სხვათა შორის მეორე მხრიდანაც დაქირავებული მეომრის პროფესია გახდა ყველაზე მეტი მოთხოვნა 7000 მარტო კოლუმბიელი იპოვეს უკრაინის მხარეს. მაგრამ არ არის გამოდის გასაგებია, რომ არ არის უკრაინელების ინტერესში არაუშავს დაინგრეს. არც რუსების ინტერესში არ არის. არ არის მაგათ ინტერესში ყველაფერი. ზარალი ერთი. მერე და მეორე გინდა ასე თქვი და გინდა ისე თქვი, ჩემო ძმაო, ორი ძმა რო ერთმანეთში ჭუბობს. რომელიმე რომ მოიგოს, გამარჯვებული ძმაც კი დამარცხებულია. იმიტომ ძმაზე გამარჯვება არაფერს არ ნიშნავს, ეს ერთი. კონფლიქტი, რომელიც შესაძლებელი იყო მოგვარებულიყო რამოდენიმე კვირაში, გრძელდება 4 წელიწადია. ამდენი შერეული ოჯახები, ამდენი სისხლი, ამდენი უბედურება, უკვე ისტორიული მემკვიდრეობა, თუ კი საქართველოს, აი დააგვირდით ერთს, თუ კი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაერთიანება რეალურად დაიწყო ტაო-კლარჯეთიდან და აფხაზეთიდან დაიწყო ძირითადად. ლეონ მეორის ინიციატივა იყო ეგრისის და აფხაზეთის სამთავროს შექმნა და ქუთაისის დედაქალაქის გამოცხადება და ესე შემდეგ და მოგვეთეს აფხაზეთი და დაინგრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, თუ კი სერბეთის როგორც სახელმწიფოებრიობის შექმნა წამოვიდა კოსოვოდან, მოგვეთეს კოსოვო და დაინგრა სერბეთი, კოსოვო და მეტოხია ისე არის, საიდანაც სერბეთის სახელმწიფოებრიობა წარმოიშვა. ისე არის რუსეთის როგორც სახელმწიფოს და რუსეთის როგორც ისტორიის აკვანი ფუძე, ეს არის კიევის სამთავრო. ეს არის კიევის სამთავრო და ეს არის შემოგარგებო კიევ-პეჩორის ლავრა. როდესაც ინგრევა ის თავის ისტორიას არ ესვრია? მე არ ვიცი ახლა რუსები იძახიან ჩვენი ბრალი არაა, მაგათი ის დაეცა, ეგენი იძახიან ის დაეცა, ფაქტია რომ დაეცა. ხო და მე შემიძლია ერთი რაღაცის თქვა. ეს ომი არის რუსი და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. გამოვიდა ამის წინ ლუკაშენკო, ყველაზე მეტი ჭკვიანი პოლიტიკოსი. მე თუ მკითხავს ვინმე ჩემ აზრს, იმ იშვიათთაგანი პოლიტიკოსი მსოფლიოს უახლოეს პერიოდში, რომელიც მართლა ბრძენი და გამოცდილი პოლიტიკოსია და თქვა ესეთი რაღაცა. ომთან დაკავშირებით ეს ამბები ყველაფერი მოგვარებადი იყო, მაგრამ ჩაერია ამ ყველაფერშიო ებრაელებიო და ჩაერიან ამ ყველაფერშიო ვატიკანიო. რეა თქვა ეს, გამოვიდა და პირდაპირ თქვა. მოგვარებული პრობლემაო, ხელახლა გახსნესო. ძნელია ეხლა შეედაო იმაში, რომ უკრაინა, რომელიც უკრაინელიდან იცლება და ებრაელებით ივსება, ასე არ არის. ამ ორ ქვეყანას შორის ომი, რომ მსოფლიო გლობალისტების წისქვილზე ასხამს, წყალს ძნელია შეედაო. ამიტომ აქ შეიძლება ჩვენ გვქონდეს ეთნო სახელმწიფოებთან საქმე, მაგრამ დღევანდელი რუსეთის ხელმძღვანელობა და დღევანდელი უმეტეს უკრაინის ხელმძღვანელობა პრეზიდენტით ებრაელია, პრეზიდენტის თამადობით იქ ოლიგარქებზე ზედმეტია ლაპარაკი, ატარებენ იმათ პოლიტიკას. ხო, ნუ ზელენსკი ხო მართლმადიდებელი არის, ხო მაგენი მართლმადიდებელი არის. ამიტომ აქ შემოგარგებო რაშია იცით საქმე, აქ არაფერ შუაში არა. არც ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტი. აქ არის ორი გაბატონებული კლასი, რომელიც ერთი რუსეთში არის, ეს ებრაული ლობი, მეორე ებრაული ლობი, რომელიც უკრაინაში არის მომჯდარი და მართლმადიდებლებს ახოციებენ ერთმანეთს. რათაც მეტი იხოცება, მით მეტი უკეთესი მათთვის და მით მეტი ცუდი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ეს არის სიმართლე გითხრათ თავარი ამოსავალი წერტილი.
ეს ომი არის არც რუსეთის წინააღმდეგ, არც უკრაინის წინააღმდეგ, ეს ომი არის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და მართლმადიდებლების წინააღმდეგ. დანარჩენი ახლა ვის რა როლს დააკისრებენ, ეს ცალკეა. ახალი ამბავი ახლა რა. ზელენსკის ხელისუფლება თუ არის მართლმადიდებლობის მტერი, პუტინის ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც მისცა საშუალება მართლმადიდებლობის მტრებს ჯერ დაემხოთ ის იანუკოვიჩის რეჟიმი, მერე მოსულიყვნენ სათავეში, მერე ჩიჭყინათ ეს ყველაფერი რაც დონბასში 8 წელიწადი აკეთეს. ახლა კიდე აგერ უკვე რუსეთთან ღია კონფლიქტში გაგრძელდეს და გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა და ეს ამის დამთავრება, რომელსაც შეუძლია ერთ კვირაში და ორ კვირაში, ეს არაა მართლმადიდებლობის მტრობა? არიან ნაცებივით და კოცებივით. ეს არის ნაცებივით და კოცებივით. სიმართლე გითხრა, ყველაზე მეტი საინტერესო რაც ახლა უკრაინაში, ეს თავი გასაგებია ამ კონფლიქტის და ბოლოს გასაგებია. თავის გასაგებია და ბოლოს გასაგებია ახლა ამ ყველაფრის, რომ ეს კონფლიქტი ამ ფორმით აწყობთ ყველას. აწყობს ყველას. ევროპელებს განსაკუთრებით აწყობს. იმიტომ რომ იცით რა შეასაქმე? ახლა ევროპისთვის რუსეთი ყოველთვის იყო მტერი, ყოველთვის ჰქონდათ რუსეთის შიში, ყოველთვის ასე იყო, მას მერე რაც რუსეთი ფეხზე წამოდგა, ივან გროზნიდან მოყოლებული, მერე და ყოველთვის ჰქონდათ ზიზღი შიში რუსეთის. ყოველთვის თვლიდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ პოლონეთი იყო ბუფერი. და ასეც ხდებოდა. პოლონეთის და ლიტვის სამთავრო ეომებოდა, მერე რუსეთი გაძლიერდა, ერთიც დაიპყრო, მეორეც დაიპყრო, მერე გერმანია იყო ბუფერი, მერე ახლა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რაც იყო დარჩენილი, უკვე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აუმხედრეს, არის ოპერაცია სახელწოდებით ანაკონდა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ირგვლივ უზარმაზარი ალყის შეკვრას, რომელიც ადრე თუ გვიან გამოფიტავს რუსეთს, როგორც სახელმწიფოებრიობას დაანგრევს, ახლა გახდა უკრაინა. როგორც სლავიანური ოჯახი. რუსი და უკრაინელი ძირითადად ერთად იყვნენ და პოლონეთი იყო, კათოლიკური იყო პოლონეთი და ქონდა პრობლემა, ახლა შეექმნება სლავიანურ ოჯახში კიდევ ერთი პრობლემა შეიქმნება და ეს პრობლემა იქნება უკრაინულ-რუსული პრობლემა. არ მოგვარდება ეს, ზღუმი დღეს ვერ დამთავრდეს ამ ხელაჭრილობებს შეხორცება ჭირდება. ეგა? მე არ ვიცი ჩემო მარიონეტი არის თუ სულელი არის თუ იდიოტი, რუსეთის პრეზიდენტი იდიოტი ვერ იქნება. იმიტომ რომ ამხელა ბირთვული ქვეყნის პრეზიდენტს იდიოტს არ ჩაუგდებენ ხელში. ფაქტია, რომ ასეა. პოლიტიკა შედეგებით ისაზღვრება. შედეგი კი არის ასეთი. თითქმის ყველა პრეზიდენტი და ჩვენი ოლიგარქების სტამბოლობით ყველა სიონისტები არიან ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული ჩემო. რა თქმა უნდა, ჩემო გეთანხმები, აბა რაზეა საუბარი? კი ბატონო, ეგრეა. ისინი დამთავრდება ომი და ჩვეულებრივად ვაჭრობას გააგრძელებენ. რა მოხდება, არანაირი პრობლემა არ იქნება. აგერ დამთავრდა ირანის კონფლიქტი, ხო? იწყებენ ახლა ვაჭრობას. დამთავრდა ეგერ ვიეტნამში რაც ამერიკამ აკეთა. რაც ვიეტნამში ამერიკამ აკეთა. ვიეტნამი და ამერიკა ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორები არიან დღეს. ერთადერთი ადამიანი. ჩემი აი შეცნობით ისტორიის, რაც მე შემიცნია ისტორია. ერთადერთი ადამიანი, ვინც ცდილობდა მთლიანი სლავური ოჯახის გაერთიანებას და ვინც ცდილობდა სლავური ოჯახის შეეკრა და დაპირისპირებოდა ანგლოსაქსურ ოჯახს, რომელიც გაბატონებული არის, ერთადერთი ადამიანი ეს იყო ქართველი კაცი იოსებ სტალინი.
არ ყოფილა მის მერე არავინ ესეთი. და რო ბროსტიტოს არ ეპოდლა არ ეშმაკა. არ გაქცეულიყო ცალკე საკუთარი თანამდებობის შენარჩუნების გამო, ალბათ მიღწევადი იყო ეს ყველაფერი. მით უფრო სამხრეთსლავებთან, სამხრეთსლავები მართლმადიდებლებიც არის. მაგრამ ყველაზე დიდი და კატასტროფული შეცდომა მაშინ დაუშვა ბროსტიტომ, მაშინ დაუშვეს დანარჩენებმა და შედეგი მიიღეს ის დაშლილი დანგრეული დაქსაქსული იუგოსლავია ერთი მეორეზე გადაკიდებული, განადგურებული სერბეთი, განადგურებული მართლმადიდებლური ქვეყნები და იგივე მიიღეს მოსკოვში, სხვათა შორის დანგრეული საბჭოთა კავშირი, არა მარტო სლაურიერები, არამედ მართლმადიდებელი ქრისტიანული საბჭოთა სახელმწიფოები, რომელიც ერთმანეთს გადაკიდებული და დარეული და აი აქ შედეგი არის ესეთი. ხოდა ესაა ჩემი პასუხი მაგ საკითხთან დაკავშირებით რა. საერთო ჯამში მართლმადიდებლობაზე მიდიოდა ომი სერბეთშიც, მართლმადიდებლობაზე მიდიოდა ომი საქართველოს რუსეთის დაპირისპირებაში, აფხაზეთში იქნებოდა თუ 2008 წლის ომში, მართლმადიდებლობაზე მიდის ომი ამ წუთში უკრაინაში და ეს იძლევა იმ შედეგს, რასაც თავის დროზე ბჟეჟინსკი ამბობდა ჩვენი მთავარი მტერი მართლმადიდებლობა არის. ეს არის ამ ომით, იმ ომით, ასეთი ფორმით, ისეთი ფორმით, არასამთავრობოებით დამგენით და ასე შემდეგ. მაგრამ დამოუკიდებელი ღირებულება თურმე უკრაინელების ის ყოფილა, აგერა გეი პარადი ჩაატარეს და ტაშპანდური ყოფილა LGBT საზოგადოების კიევში ამ უბედურ დღეებში. ხო? აი ესეა. კიევ-პეჩორის ლავრა ინგრევა LGBT პრაიდი კიევში მიდის ტაშპანდურით. იგო? თურმე ამ ღირებულებებისთვის ეწირებიან უკრაინელები. არ ვიცი შემოწმო ჩვენ რა გველის და რა მოგველის მე პირადად არ ვიცი სიმართლე გითხრა ამათ ხელში ერთი ისაა რომ ამათ ჩართული აქვს თავის გადარჩენის ესა რა ქვია და წასასვლელი არსად არა აქვს და იძახიან სულ მშვიდობა ომი არაა და მეტი არა ამათ ეს არაფერი. აი ხარე ძმაო მიხარია თუ ასე არის რომ მეტი ადამიანი მიყურებს და საერთოდ მე ყველას გირჩევთ რომ ტელევიზორი საერთოდ გამორთეთ. ტელევიზორში შეიძლება ერთადერთი გაიგო ფაქტის კონსტატაცია რომ რაღაცა მოხდა და იმას აღარ უნდა მოусმინო. იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნე არის, ინფორმაცია ეს არის იარაღი და რაც არის უფასო ამ შემთხვევაში პროდუქტი ხარ შენ. ის 9 ფილტრი გაიარა იმისთვის რომ ადამიანების გონებას მოერგოს და არ ღირს არაფლის მოსმენ არიან ბლოგერები არიან ადამიანები მოაზროვნეები ინტერნეტში ვისი გამოწერაც და მოსმენაც შეიძლება და ვისი წაკითხვა შეიძლება. ახალ ზიგური ცოტა სხვას კითხავ ფეხბურთის დრო თუ გრჩება ვის ვალეშიკო. სიმართლე გითხრა მე ხორვატიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ რაც გამოჩნდნენ საერთოდ 96 წლიდან მის მერე. იმიტომ რომ მებრძოლი გუნდია, მებრძოლის სულის გუნდია, ძალიან მაგარი ვაჟკაცობაა ჩვენ ეს 96-იც, 98-იც ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობდნენ, თვითონ ხელფასებს არ იღებდნენ სახელმწიფოდან და თავისი ხარჯით ცხოვრობდნენ სასტუმროებში და გამარჯვებული პრიზებს რო იღებდნენ, მესამე ადგილზე რო გადიოდნენ, მესამე ადგილზე რო გავიდნენ და მეორეზეც მერე ეს ფულები ბავშვთა განვითარებას გადაურიცხეს და აი მებრძოლის სულის ხალხი არიან და აი რაც სიმპათიას იწვევდა ეს ხალხი და თან თავიანთი
სტილის ფეხბურთით. ეხლა კიდე სხვათა შორის ირანის ნაკრებს გულშემატკივრობ განსაკუთრებით. აი, ხორვატიის და ირანის ნაკრებს გულშემატკივრობ. ირანის ნაკრებს იმიტომ გულშემატკივრობ, რომ აი ამათ ჯინაზე მინდა რომ ამერიკაში იქ გაიმარჯვოს და მასე გავიდეს, რა ქვია, მინიმუმ მერვეთ ფინალში მაინც გავიდეს და გულზე გასკდნენ და იყოს წივილგევილი. ირანის ნაკრებს ამათ ჯინაზე გულშემატკივრობ. თორე ახლა ირანულ ფეხბურთზე გიждები თქვა, წვილი იქნება, მაგრამ იმას რასაც ვხედავ, უბრალოდ თაობის ფეხბურთელები ყავთ ჩვენთან როა ისე კი არა, რომ აი ახალგაზრდა თაობა და მომავალი თაობა და ნახეთ როგორი თავდადებით იბრძვიან. ეგა აფხაზების განცხადებები თუ წაიგითხე, მაქვს მაგის ერთი ადგილი აფხაზებსაც რო გაუმკლავდეს ქვეყანა. შენ შემოგევლე გიორგი, ახლა აფხაზები გელაპარაკებიან იქეთ, აფხაზებს ალაპარაკებენ ისინი, ვინც უნდა ალაპარაკო. და მე ვნახე რომ ლუგარის ლაბორატორიასო დაუბომბავთო და სიმართლე გითხრა, ეს ლუგარის ლაბორატორია დიდი ხნის წინ იყო დასაბომბი და გასანადგურებელი და რა გითხრა. ახლა ერთ-ერთზე თუ მიგვიშვებენ, მაგდენს კი მოვერევით. თუმცა შეიძლება პატარა ხანში მაგას ვერ მოვერიოთ, ვერ გაუმკლავდით. იმიტომ რომ ჩვენს რეჟიმებს რეალურად ძლიერი ჯარი არასდროს ჭირდებოდათ. და ეროვნული არმია მით უმეტეს და ამათ საერთოდ ხელი აქვს ჩაქნეული. საერთოდ ხელი აქვს ჩაქნეული ქართული არმიის მშენებლობაში და კატასტროფა არის. ჩემთვის ყველაზე მეტი დიდი ტკივილი არის სიმართლე გითხრათ ეს, მაგრამ გასაგებია ის, რომ როდესაც არაეროვნული ხელისუფლება არის, იქ არმია ეროვნული ვერანაირად ვერ იქნება. გამორიცხულია, იმიტომ რომ ეროვნული არმიის პირობებში პოლიტიკოსები ამდენს ვერ გაბედავდნენ. და როგორც ხდებოდა თურქეთში მაგალითად წლების მანძილზე, როდესაც პოლიტიკოსები გადაამლაშებდნენ, სამხედროები გადაატრიალებდნენ ხელისუფლებას, შეაჩერებდნენ კონსტიტუციის მოქმედებას, ჩაატარებდნენ არჩევნებს, გადააბარებდნენ ხელისუფლებას და ეს აი ერდოღანსაც კი მოუწმეს. ამიტომ რა ვიცი, აბა ჩვენი არმიის მდგომარეობა ყველაზე მეტად მაწუხებს, მაინც ყოფილი ჯარისკაცი არ არსებობს და აგერ უკვე 16 წელიწადია შეერაღებულ ძალებში არ მსახურობ და ესაც რო გესიზღვრება იქ რო ხარ, აი დამიჯერეთ ყველა ასე არის რა, ვისაც გულიცული თუ მსახურებია მისი ქვეყნისთვის. ხო, ოსეთის პრეზიდენტი პუტინის თანაშემწე გახდა. ხო, არ ვიცი რა უნდა ურჩიოს, აი ვერ გეტყვით რა. ვერ გეტყვით რა უნდა ურჩიოს. რა გითხრათ? რაღაცა შეიძლება სამხრეთ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მიმართულებაზე ცვლილებებს გეგმავდეს კრემლი და მაგას უკავშირდება ეგ ყველაფერი, მაგრამ რა ცვლილებები იგეგმება? არ ვიცი. სხვათა შორის სხვანაირად არ გამიგებენ ალბათ, მაგრამ არ იყო ეს გაგლოვები როგორც პიროვნულად ცუდი ადამიანი არ ახასიათებდნენ. ისევე როგორც ანქვაბს არ ახასიათებდნენ და იგივე ბჟანიაც არ იყო ცუდი პიროვნებები არ იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტები იყვნენ და სეპარატისტების იყვნენ, არ იყვნენ ესეთი აი ქართველების ზიზღით მოწამლული ხალხი, არ იყო კონიუნქტურა იყო ჩვეულებრივი. ირანის მოყვარულმა რატო ვარ ამ ირანის მოყვარული? საერთოდ არა ვარ ირანის მოყვარული. აი მაგათ ჯინაზე გულშემატკივრობ და რა ვქნა ახლა? რა ვქნა ახლა? ქალბატონო მაყვალა თუ ისე მეზიზღება ეს დამპალი ამერიკული პოლიტიკა და დასავლეთის პოლიტიკა, მათ წინააღმდეგ გულშემატკივრობ კი ბატონო სპორტშიც. რა ვქნა ახლა?
ხო, გიორგი, ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. ჩვენი არმიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ყოველთვის იყო ეგ სერიოზული პრობლემა, ყოველთვის გაგვაჩნდა ეგ პრობლემები და სიმართლე გითხრა, დღესაც არ არის სტაციონალური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, მით უმეტეს ისეთი ქვეყნები, როგორი ქვეყნებიც მართლა თვითონ წარმოებლები არიან იარაღის, დღეს მსოფლიოში დგას ეს პრობლემა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის. როდესაც დაიწყო ირანის ომი, მე მაშინ თქვი ჩემი დაკვირვებით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა შეერთებულ შტატებს და ერთი არის ახლა პოსტი, შეგიძლიათ ჩახვიდეთ ნახოთ და კონკრეტულად თქვი, რომ ეს პრობლემა ეხებოდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, რომ ირანი უზარმაზარ ზარალს აყენებდა და ვერ უმკლავდებოდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ამაზე ატყდა ერთი დაცინვა ჰიჰაჰა ჰუჰაჰა, მერე ალაპარაკდნენ ექსპერტებიც, მერე შედეგი თავისთავად გამოჩნდა. აი ჯანდაბა, საერთოდ პროგნოზი ესეთი უმადური რაღაცა არის, იცი, რაღაცა სიტყვი ახდება, არავის არ ახსოვს და არ ახდება და მერე ყველა დაქცინებს და ჩვენ შემთხვევაში ძალიან სერიოზული პრობლემაა. შესაძლებელი იყო, რომ მაგ პრობლემის მოგვარება ნაწილობრივ მომხდარიყო იგივე 31 ავიაციო ქარხნის ბაზაზე არსებულ სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ მეში, მაგრამ არ გააკეთეს ეს ყველაფერი. ხიდაშელმა და იმათმა შეჭამეს, გაძარცვეს ჯარი. ჯერ ნაცებმა, ურია გეზერაშვილმა, მერე აკოცებმა, ხიდაშელმა, იმან და ქვია. ასე შემდეგ. გაგიმორჩეთ. გაგიმორჩეთ ხალბატონნაირ. მე 12-ში მსახურობდი, მეც, მე 2005 წლიდან. ენაცვალე. მეორე ასეულში. მომწერე ჯიგარო და შევხვიანდით. ღმერთმა დაიფაროს, საქართველოში ერთი ტყვია რო გავარდეს. ღმერთმა დაიფაროს. 90-იანი წლები, პირდაპირ გეტყვი, შენ შემოგევლე 90-იანი წლები ეს იქნება იავნანა, რაც შეიძლება საქართველოში მოხდეს. და ამიტომ უჭირავთ ყველაფერი პოლიციური რეჟიმით. ამიტომ არის ეს რეპრესიული კანონები, ამიტომ არის ეს, რომ ოღონდ მშვიდობა იყოს და მეტი არაფერი არ იყოს, ხო? აი იძულებით ინარჩუნებენ მშვიდობას ამდენი ხანი. საქართველოში რო ტყვია გავარდეს, ახლა ამ მომენტში მით უმეტეს მე არ ვიცი ჩემო ძმაო, იმდენი ძალებია დაინტერესებული მით უმეტეს კავკასიის აფეთქებით და ყველაზე კარგი ამფეთქი არის საქართველო კავკასიისთვის, არ ვიცი, იქნება საშინელება რა. კარგით, დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ღირსეული მშვიდობა ვინატროთ და არა ისეთი, რომ მართლა დალოცები წინა ომი არა. ამით არ გადარჩება ეს ქვეყანა, ნახდათ არ გადარჩება პირიქით. იღუპება. დიდი მადლობა.